იცით თუ არა, რატომ მოგწონს პრემიალური ავტომობილები პირველივე შეხედვით? რაში იმალება მათი მთავარი დიზაინერული საიდუმლო? საუბარია წინაზრავიან ავტომობილებზე. პრესტიჟის მანძილი ან პრესტიჟის სიგრძე, მანძილი ბორბლის შუა ღერძიდან ან არკის ბოლოდან წინა კარის დასაწყისამდე. სწორედ ეს ადგილი ქვეცნობიერად გვიტოვებს შტაბის-შტილებას, რომ ავტომობილი აუცილებლად მძლავრია და ძვირად ღირებული. თანამედროვე ავტოდიზაინში პრემიუმ წარმოებლები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ ამ პროპორციას. პრესტიჟის სიგრძესთან ერთად საქარე მინის დახრის ტრაექტორია უნდა უყურებდეს მიახლოებით ბორბლის ცენტრს და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა პრემიალურ ავტომობილზე. ასევე პრესტიჟის მანძილი უნდა იყოს დაცული ბორბლის ცენტრის სიმეტრიულად წინ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. როგორიც არის უკანა წამყვანი ავტომობილის სტაბილურობა, უსაფრთხოება და მეტი ადგილი დიდი ზრავისთვის. ყოველდღიური ეკონომ წინა წამყვანი ავტომობილები ვერ მოიწონებენ თავს პრესტიჟის მანძილით. აქ არის გაკეთებული აქცენტი პრაქტიკულობაზე და არა პრემიულობაზე. ამიტომ აქ პრესტიჟის მანძილი ძალიან მცირეა და ზოგ შემთხვევაში პრესტიჟის სიგრძე საერთოდ მინუს ნიშნულზეც გადადის. და რამდენი აქვს თქვენს ავტომობილს პრესტიჟის მანძილი? დაწერეთ კომენტარებში. მეტი ვიდეოებისთვის დაალაიქეთ და გამოიწერეთ YouTube არხი.